მოგესალმებით. მოდით ჩავატაროთ მათემატიკის გაკვეთილი. მეორე და შეიძლება ითქვას მესამე კლასელთათვისაც გამოსადეგი იყოს ეს გაკვეთილი. ძალიან გთხოვთ, ვიყოთ ყურადღებით. მაშასე დავიწყოთ. წავიკითხოთ ამოცანის პირობა. მეგობრებმა მანქანით გასეირნება გადაწყვიტეს. გათენ და დილა და გაუდგნენ გზას. როდესაც მათ გაიარეს 48 კილომეტრი, გადაწყვიტეს უკან დაბრუნება. როცა უკანა გზაზე გავლილი გზის ნახევარი გაიარეს უკანა გზაზე, შესვენება გადაწყვიტეს. სულ რამდენი კილომეტრი უვლიათ დაწყებიდან შესვენებამდე? დავაკვირდეთ კარგად ნახატს და უფრო თვალნათლივ დავინახავთ მანქანის მიერ გავლილ გზებს. მაშასე პირველ გზაზე გაიარეს 48 კილომეტრი. ხედავთ ზედა ისარს. ეს არის პირობითად გავლილი მანძილი 48 კილომეტრი. ამოცანის პირობის თანახმად 48 კილომეტრის გავლის შემდეგ გადაწყვიტეს უკან დაბრუნება და გავლილი გზის ნახევარი რომ გაიარეს, დაგვირდით ნახატს. მეორე ისარი ზედა ისრის ნახევარია. თუ კარგად დააკვირდებით, კარგად შეამჩნევთ. უკანა გზაზე გაიარეს გავლილი გზის ნახევარიო. აი ზუსტად პირობითად მოცემული ეს ორი გზა უნდა გავიგოთ რამდენი კილომეტრია. დააკვირდით კარგად. გავიხსენოთ განახევრება, რიცხვის განახევრება. ეს იგივეა რომ რიცხვი გავყოთ 2-ზე, ხო? მოკლედ, ამოცანის პირობის თანახმად ჩვენ ვიცით, რომ ავტომობილმა გაიარა 48 კილომეტრი. ანუ მეგობრებმა მანქანით 48 კილომეტრი გაიარეს და შემდეგ გადაწყვიტეს, რომ უკან მობრუნებულიყვნენ. 48 კილომეტრის გავლის შემდეგ გადაწყვიტეს უკან მობრუნება. დავაკვირდით ახლა ნახატს. ნახეთ, პირველი გზა ეს არის 48 კილომეტრი და როდესაც ეს მანძილი გაიარეს, გადაწყვიტეს, რომ უკან დაბრუნებულიყვნენ. და გვეუბნებიან ამოცანის პირობაში, რომ როდესაც გავლილი გზის ნახევარი გაიარეს, გაჩერდნენ და გადაწყვიტეს შესვენება. ნახეთ, 48 კილომეტრი გაიარეს პირველ გზაზე, წინა გზაზე და უკანა გზაზე გაიარეს მისი ნახევარი. ახლა ჩვენი ამოცანა გავარკვიოთ რამდენია 48 ნახევარი. ანუ ჩვენ 48 უნდა გავანახევროთ. ანუ 48 უნდა გავყოთ 2-ზე. შეგვიძლია ასე წარმოვიდგინოთ და ასე გავანახევროთ ეს რიცხვი.
ჯერ გავანახევროთ 40, რისგან შედგება 48? როგორ მივიღეთ? 40 და 8. 40-ის ნახევარი რამდენია? დიახ, 20. 8-ის ნახევარი რამდენია? 4. მივიღეთ 20 და 4, ანუ 24. ასევე შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვეულებრივად 48 გავყოთ 2-ზე. ასეთ შეგვიძლია გავაკეთოთ ეს მაგალითი, ასეთ შეგვიძლია გამოვიყვანოთ. ნახოთ აბა, ნახეთ, ასე შეიძლება ჩავწეროთ. 48 გავყოთ 2-ზე. 4 გავყოთ 2-ზე, შემდეგ 8 გავყოთ 2-ზე. 4 ათეული. ანუ იგივე 40. შეგვიძლია ასე ვთქვათ, 4-ში 2 მოთავსდება 2-ჯერ. 4 ათეული გავყოთ 2-ზე. 4-ში 2 მოთავსდება 2-ჯერ. 4 გავყოთ 2-ზე, ტოლია 2-ის და აი აქ დავწერთ 2-ს. 4-ში 2 მოთავსდება 2-ჯერ. ახლა გავიგოთ 8-ში რამდენჯერ მოთავსდება 2, ანუ 8 გავყოთ 2-ზე. რამდენია 8 გავყოთ 2-ზე? ანუ გავანახევროთ 8. რამდენია? დიახ, 4. რა თქმა უნდა, აი აქ დავწერთ 4-ს. დიახ, მაშასე 42 გავყოთ 2-ზე, ტოლია 24-ის. გამოდის, რომ უკანა გზაზე მანქანა სულია 24 კილომეტრი. პირველ გზაზე, როდესაც წავიდნენ სასეირნოდ, უკან მობრუნებამდე გაიარეს 48 კილომეტრი. უკან რომ მობრუნდნენ, გაუვლიათ 24 კილომეტრი. პირველი გზა, წინა გზა 48 კილომეტრი, უკანა გზა 24 კილომეტრი. გავიგოთ ახლა, სულ რა მანძილი გაუვლია მანქანას. სულ რამდენი კილომეტრი გაიარა მანქანამ. 48 კილომეტრს მივუმატოთ 48 კილომეტრი არის პირველი გზა, 24 კილომეტრი არის უკანა გზა. ახლა ჩვენ 48-ს უნდა მივუმატოთ 24. მოდით აბა ჯერ ასე შევკრიბოთ ზეპირად. 48 ეს არის 40 და 8, 24 ეს არის 20 და 4. 40 და 20 რამდენია? 60. ახლა ერთეულები შევკრიბოთ აბა. 8 + 4 რამდენია? 12. რა მივიღეთ? 60 და 12. დავუკვირდეთ რას ვამბობთ და შევაერთოთ. 60 და 12. 60 და 12. ანუ 72. როგორ იწერება 72? 7 და 2. ეს ერთი გზა მიმატების, ასე ვთქვათ, უფრო ზეპირი მიმატებით. ახლა შეგვიძლია ასე შევკრიბოთ, ჯერ ერთეულები შევკრიბოთ. თუ დასამახსოვრებელი იქნება რამე, თუ 10 გაცდება, რა თქმა უნდა, ვიმახსოვრებთ და შემდეგ ვაგრძელებთ მიმატებას. აი ასე დავიწყოთ მაშინ. ჯერ 8 ერთეულს მივუმატოთ 4 ერთეული და ეს არის 8 + 4 12, 2-ს ვწერთ, 1 ათეულს ვიმახსოვრებთ. 2-ს ვწერთ, 1-ს ვიმახსოვრებთ. ნახეთ, 2 დავწერეთ პირობითად ერთეულების ადგილზე, ოდნავ ტოლობის ნიშნიდან მოშორებით, რადგან იქ ჩასაწერი გვაქვს ათეულების პასუხი, ხო? 8 + 4 12, 2 დავწერეთ, 1-ს ვიმახსოვრებთ. ახლა 4 ათეულს უნდა მივუმატოთ 2 ათეული, ეს არის 6, დიახ,
დამახსოვრებული 1-იც გამოვიდა 7 და მივიღეთ 72. 72. მაშასე 48-ს მიმატებული 24 ტოლია 72-ის. ამოხსნა გამოსახულებით, ერთი მთლიანი გამოსახულებით, ასე ჩაიწერება. პირველი გზა 48 კილომეტრი, მეორე გზა, უკანა გზა, მისი ნახევარი, განახევრებული რაოდენობა, 48-სა და 2-ის განაყოფი. ანუ 48-ს პლუს 48-სა და 2-ის განაყოფი და შემდეგ ეს უდრის 48-ს პლუს 24 და უდრის 72-ს. ტოლია 72-ის. და მანქანას ორივე გზაზე სულ უვლია 72 კილომეტრი. ჩვენ 72 შეგვიძლია მივამატოთ მინიშნება, რომ ეს არის კილომეტრი, შემოკლებით რა თქმა უნდა და ჭხილებში ჩასმით. აი ასე. ახლა ჩასაწერი წესით ჩვენ დაგვჭა პასუხის დაფიქსირება და ზუსტად შეკითხვის მიხედვით, ზუსტად სიტყვით გავცემთ წერილობით პასუხს. მას შეკითხვა იყო ასე. ნახეთ, წავიკითხოთ აბა. ნახეთ, სულ რამდენი კილომეტრი უვლიათ დაწყებიდან შესვენებამდე? სულ გაუვლიათ 72 კილომეტრი. სულ გაუვლიათ 72 კილომეტრი. მაშასე პასუხი სულ გაუვლიათ 72 კილომეტრი. ანუ მანქანა გაიარა 72 კილომეტრი. წინა გზაზე და უკანა გზაზე ერთად. ახლა კი დავალებას მოგცემთ, პატარა დავალებას შემოგთავაზებთ და იმედია დიდი ხალისით გააკეთებთ. ჩვენი დავალება ასეთია. მეგობრებმა გადაწყვიტეს სირბილში შეჯიბრება. ერთმა გაირბინა 15 კილომეტრი, მეორე 5 კილომეტრი. მეორე 5 კილომეტრი. ხოლო მესამე იმის ნახევარი, ვიდრე პირველმა და მეორემ ერთად. იმის ნახევარი, ვიდრე პირველმა და მეორემ ერთად. შეკითხვა: რამდენი კილომეტრი გაირბინა მესამე მეგობარმა? გთხოვთ შეადგინოთ გამოსახულება და ამოხსნათ ამოცანა. ყველა წესის დაცვა. გთხოვთ გააკეთოთ მოკლე ჩანაწერი. სასურველია და გამიხარდება თუ გამოსახულებით ამოხსნით, ერთი მთლიანი გამოსახულებით. იმედია, კარგად გაართმევთ თავს, არ გაგიჭირდებათ. ველოდებით თქვენ გამოხმაურებას კომენტარებშიც. შეგიძლიათ გამოიწეროთ არხი და თვალი ადევნოთ არხს. წინ ბევრი საინტერესო გაკვეთილი გველოდება. მომავალ შეხვედრამდე.